მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლიერებას გამოვხატავ თვითეული თქვენგანის მიმართ. მადლობა თვითეული კომენტარისთვის, უკავშირისთვის, გაზიარებისთვის ვიდეოსი და მე კვლავ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ შემდეგი გაშლები და კომენტაროთ, რათა მოხდეს ჩვენ შორის ბალანსი და ეს ბალანსი არ დაირღვეს. მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას, რას ფიქრობს ეს ადამიანი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ურთიერთობაზე. რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, მაგრამ მანამდე გავაკეთოთ ურთიერთობის სიგნიფიკაცია და თუ გეცნობათ სიტუაცია, ამ შემთხვევაში განაგრძეთ ვიდეოს ყურება. მაშასე, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. მეგობრებო, აქ სამკუთხედს ხომ არ ვუყურებთ, ან მეუღლეები ხართ, ან ამ ადამიანს ყავს სტაბილური პარტნიორი, მეუღლე და თქვენ შორის რაღაც მოხდა, საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ და ეხლა თითქოს იარების მოშუშების პერიოდში ხართ. ეხლა სწორედ აი ამ რთული პერიოდის შემდეგ, რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, ახლა გადიხართ იმ ეტაპს, როდესაც გინდათ რომ განკურნოთ საკუთარი სული, გული, განიკურნოთ აი იმ სტრესისგან და ემოციებისგან. შესაძლებელია ბევრი თქვენგანი მედიტაციებსაც კი აკეთებს და მიუხედავად აი იმ რთული სიტუაციისა და ძალიან დიდი ტკივილისა, რაც იყო თქვენს წინა პერიოდებში, თქვენ მაინც მოლოდინის რეჟიმში ხართ. თითქოს ელოდებით მას. ან ელოდებით, რომ დადგება თქვენს ცხოვრებაში სწორედ ის პერიოდი, როდესაც გათავისუფლდებით აი სტრესისგან და ემოციებისგან. მაგრამ მე მგონია, რომ აქ ვუყურებთ სამკუთხედს და თქვენი ურთიერთობის დაშლაც მოხდა სწორედ აი ამ საბაბით. ნახოთ, კიდევ დავამატებ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. კი, დასრულებულ ურთიერთობას ვუყურებთ, მაგრამ თითქოს გსურთ, გსურთ რაღაც განახლება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სევდიან განწყობაზე ხართ და თვლით, რომ ისე ვეღარ იქნება, როგორც ადრე იყო, თითქოს მაინც არ გაქვთ ამ ადამიანის მიმართ სიძულვილი და მაინც ელოდებით მას. თითქოს რაღაც გულწრფელი მეგობრული გრძნობა კიდევ გაქვთ ამ ადამიანის მიმართ. თუ სიგნიფიკაცია გეცნობათ, მეგობრებო, განაგრძეთ ყურება. ახლა ვნახოთ, მე აქ წავიკითხე თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია, თქვენ რას გრძნობდით. მოდი სანამ თავარ კითხვაზე გადავალ, მანამდე გავიგოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი, რას გრძნობს პირველ რიგში, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ ახლა.
ძალიან დიდი სურვილები აქვს ამ ადამიანს, ფიზიკური სურვილი აქვს ძალიან დიდი თქვენთან შეხების, თქვენთან კომუნიკაციის, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ეს თითქოს შეუძლებელია იმის გამო, რომ რაღაც აქვს დაკანონებული ამ ადამიანს, შეიძლება ოფიციალური ქორწინება, ან უბრალოდ ერთმანეთისგან შორს იმყოფებით, სიშორეა თქვენ შორის მეგობრებო ძალიან დიდი, მაგრამ აქ უფრო მოდის სწორედ ის დაკანონებული ურთიერთობა, რაც უშლის ხელს ამ ადამიანს, რომ თქვენამდე მოვიდეს. ამ ადამიანის გრძნობებში ამოდის ძალიან დიდი ცეცხლი ვნება თქვენს მიმართ. კიდევ რას გრძნობს ეს ადამიანი? ძალიან გულნატკენია, ძალიან დეპრესიაშია იმის გამო, რომ ურთიერთობიდან ერთ-ერთი თქვენგანი წავიდა. ძალიან დიდი დეპრესია აქვს, შეიძლება ეს დეპრესია, ამ დეპრესიას ეს ადამიანი სასმელშიც კი უბიძგოს ამ დეპრესიამ, რომ მიეძალოს სასმელს, ან უფრო ცუდ რაღაცებს, იმდენად ცუდ მდგომარეობაშია ეს ადამიანი ახლა და ამჟამად. და ეს გამოიწვია სწორედ იმან, რომ ერთ-ერთი თქვენგანი წავიდა აი ამ ურთიერთობიდან. მოდი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე ეს ადამიანი? რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე ეს ადამიანი? ეს ადამიანი, მეგობრებო, ფიქრობს, რომ უფლის ნება. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ბედისწერა იყო თქვენი შეხვედრა. ფიქრობს, რომ ბედმა დაგაკავშირათ ერთმანეთს და რაღაც მომენტში აქვს იმედი, სწორედ აი ამ ბედის ბორბლის, რომ ეს ყველაფერი დატრიალდება და შეიცვლება თქვენს შორის სიტუაცია. აქვს იმედი, რომ შეიძლება კიდევ განახლდეს რაღაც და თავიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. რაღაც არაბუნებრივი და ზეციური ძალების იმედად არის ახლა ეს ადამიანი. კიდევ რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე ეს ადამიანი? ძალიან გულნატკენია, ძალიან საშინლად იმედგაცრუებულია ეს ადამიანი და იმის გამო, რომ ვერ მიიღო ან მან გადაწყვეტილება, ან თქვენ ცხოვრებაშიც ხომ არ გამოჩნდა სხვა მამაკაცი, რის გამოც ეს ადამიანი ეჭვიანობს და ნანობს, რომ ვერ მიიღო მკვეთრი გადაწყვეტილება, რომ თქვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადასულიყო. რაღაც მომენტში ეჭვიანობს ეს ადამიანი ძალიან და ძალიან დიდ ტკივილს განიცდის. კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? არ გაჩვენებთ, მეგობრებო, იმას ეს ადამიანი, არც თავის ემოციებს. აქ იმპერატორად გვევლინება და კიდევ ერთხელ ვწუნდები, რომ ეს ადამიანი ქორწინებაშია და არ აჩვენებს და არ გაჩვენებთ თავის გრძნობებს ეს ადამიანი, მაგრამ გითვალთვალებთ, თვალყურს გადევნებთ, შეიძლება სოციალური ქსელით ან თუნდაც პირადად და არ ყავხართ მთლიანად გაშვებული ამ ადამიანს თავისი ცხოვრებიდან. რას ფიქრობს ეს ადამიანი? კიდევ მე ურთიერთობაზე ვიკითხე, ხა თქვენზე რას ფიქრობს?
თქვენზე კონკრეტულად. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აი სწორედ გრძნობების, უკმარისობის გამო თქვენ წახვედით აი ამ ურთიერთობიდან და აირჩიეთ ოჯახი, შეიძლება აირჩიეთ კარიერა ან ფინანსური კეთილდღეობა და წახვედით აი ამ ურთიერთობიდან, რადგან თქვენ განიცდიდით გრძნობების უკმარისობას მასთან. მისი ფიქრები თქვენ ურთიერთობაზე. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ერთხელ კიდევ სცადოს თქვენთან კომუნიკაცია, მოლაპარაკება და ფიქრობს, რომ მოეცემა შანსი, ერთი შანსი კიდევ, რომ განახლდეს ეს ურთიერთობა, თუმცა იცის, რომ აი ამ ურთიერთობის ერთი ეტაპი დასრულებულია, იცის, რომ რაღაც დასრულდა, მაგრამ მიუხედავად აი ამ დასასრულისა, მას კიდევ აქვს იმედი, რომ მოლაპარაკების გზით, თუნდაც სხვა ადამიანების ჩართულობით გამოვიდეს კომუნიკაციაზე თქვენთან, რათა კიდევ ერთხელ მიიღოს ის შანსი, რაც მას სურს. სულ ეს იყო მეგობრებო, მე გაგიჟღერეთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს ურთიერთობაზე. მე ველი თქვენს უკუკავშირს, რამდენად რეზონირდა და დიდი სიყვარულით გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით.